საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ამოების ბაზარს ტაბულაზე. ჩვენი სტუმარი ამ საღამოს არის სანდრო ნავერიანი, ჟურნალისტი, პროზაიკოსი, ყოფილი ფეხბურთელი, ამას არ ვამბობ ტყუილად, იმიტომ რომ ერთ დღეში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთ დღეში, ანუ ხვალ დღეს უკვე 11-ია იწყება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და მინდა ვილაპარაკოთ ფეხბურთზე. ოღონდ არა თვითონ თამაშზე, არა ამ თამაშის პროფესიონალებზე, არამედ უფრო მაყურებლებზე და მაყურებლების მიმართებაზე ამ თამაშისადმი. ამიტომაც შენი ყველა ჰიპოსტასი, მოდი ასე ვთქვი, წარსულს ეხლამდე არის მნიშვნელოვანი ამისთვის. შენ შეგიძლია ეს თამაში დაინახო შიგნიდანაც და გარედანაც. მოდი ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შენ ელაპარაკები პროფან მაყურებელს, ჩემნაირს, რომელიც არ არის აი ძალიან აღელვებული და დაინტერესებული და ჩართული ამ ჩემპიონატში და შენი მისია ადამიანები მიაქციო მსოფლიო ჩემპიონატისკენ და შენი მოსმენის მერე მათ მოუნდეთ უყურონ თამაშებს, მოუნდეთ გაუჩნდეთ მოტივი საყურებლად. აი რატო უნდა უყურო კაცმა თქვას? აი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ იმით, რომ მე არ მგონია რომ შენ პროფანი იყო, იმიტომ რომ მისაუბრია შენთან ფეხბურთზე და შეიძლება მე უფრო მეტად ვარ ჩართული. მაგრამ შენ ნამდვილად არ ვთვლი პროფანად. რაც შეეხება რატომ უნდა უყურო, მოდი მუნდიალი ზოგადად აბსოლუტურად სულ ცდება ამ ფეხბურთის ანუ ამ საზღვრებს მოედნის ზომას და იმ მწვანე მინდორს გადის აბსოლუტურად სხვა მასშტაბებზე. რითი გადის, მოდი ეგ ვთქვა. ძალიან ბევრი რაღაცით, მაგალითად იმით, რომ მართლა უკვე ტოტალურად ეს არის, რა ქვია, ჩვენთან რითი აღწევს აი ესე შევხედოთ. ჩვენთან რითი აღწევს ეს უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ამ ფეხბურთის ხიბლი, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ დავრჩით კიდე იქ 91-ში კარგად თამაშობდით ფეხბურთს, დინამო კარგად თამაშობდა, მაგრამ თამაშის მიღმა ჩვენ არ ვიცით კიდე რა ხდება რა ფეხბურთიდან. მაგალითად იტალია ცხოვრობს ამ ფეხბურთით, როგორც ასევე ინგლისი, მაგრამ იქ იტალიაში კიდე უფრო განსაკუთრებული ეს არის. იქ ამბობენ, მაგალითად იტალიელები ამბობენ, რომ რაღაც თამაშების ბედი წყდება ერთი კვირით ადრე. იქ ყველაფერი იცის ყველა ფეხბურთელზე. იციან რომ მაგალითად რომელიღაც ფეხბურთელი თავის ცოლთან იჩხუბა. ან რაღაცა ცოლმა დაინახა ვიღაც სხვა გოგოსთან. ამ ყველაფერს იმაში არ მართლა ესე არის რა, წარმოგიდგენ ამ ყველაფერს ჟურნალისტები, ვიღაცის ეს სპეციალისტებს რო ეძახიან. ესენი ამ ყველაფერს იმაში ანუ შეკრებენ და უცბად ამ გეუბნებიან რომ აი ეს არის ფეხბურთი. იქ მოედანზე რა ხდება უკვე ის სხვა რაღაცა იქ წმინდა ემოციური ის მიდის უკვე რა ქვია. ანუ ემოციებისგან იცლებიან მაყურებლები თუნდაც სტადიონზე და სახლში ტელევიზორზე. აი გავსვით იმას, რატომ უნდა უყურონ და აი ახლა ცოტა რთულია ახლა ფეხბურთი თუ არ გაინტერესებს ძალიან რთულია რომ ახლა დაждდე და ფეხბურთის სიყვარული ხო დედის სიყვარული არ არის ახლა რომ რაღაც დაბადებიდან დაყვეს ადამიანს არა ის მერე მოდის და საიდანღაც რაღაც წერტილიდან რაღაცის გამო ეს სიყვარული იწყება ისევე როგორც შეიძლება დაიწყოს განხილვა დაშორება და გულის გაგრილება ფეხბურთის მიმართ და ამას ვკითხულობ ზუსტად აი რითი შეიძლება ეს დაიწყოს მოზრდილ ასაკში რომ დაიწყოს შეიძლება ძალიან ხო ძალიან რთული არის მე მაგალითს გეტყვი მე დავიწყე პირველი ჩემი ფეხბურთის ყურება იყო 90 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში ეს დავიწყე მამაჩემთან ერთად მამაჩემი უყურებდა ბაბუაჩემი უყურებდა და მაშინ ჩემთვის მამაც და 9 წლის მამაც და ბაბუაც ისინი იყვნენ ჩემთვის ავტორიტეტები იყვნენ და ისინი რომ ისხდნენ და უყურებდნენ მეც მათთან ერთად რომ ვიჯექით ამ ყველაფერს ამათთან ერთად განვიცდიდი ამ ემოციას და გულშემატკივარიც ვიყავი თქო გერმანიის თავიდან იმიტომ რომ მამაჩემი იყო მე ამან შემაყვარა ფეხბურთი მაგრამ სამაგერო 92-ში 2 წლის მერე მე უკვე ჩემი თავირჩიე გუნდი საფრანგეთი იმიტომ რომ 2 წლის მერე მე უკვე ვიცოდი მომწონდა რაღაც კომპონენტები უკვე ფეხბურთში და არ უყურებდი მამაჩემის და ბაბუაჩემისგან მე ავიჩი ჩემი ეს გუნდი და იმის მერე უკვე გულშემატკირო თქვა საფრანგეთს და იმის მერე ჩემით იმაში წყვეთ ასე ვთქვა მე რა მომწონს ფეხბურთში რა არ მომწონს ამათაც შეიძლება მიგაჩნია და შეუძლებოდ გესახება სხვას გადადო ეს აი როგორ აუხსნი შენ სიყვარულს ფეხბურთისადმი სხვა ადამიანს რა რომელიც იგი ღია იყოს ამ სიყვარულისთვის მაგრამ რაღაცა ბიძგი ჭირდება ხო ხო აი არ ვიცი რთულია ძალიან აი როგორ აუხსნი მართლა არ ვიცი რა შეეცადე
უნდა არა, აი გეტყვი რა, უბრალოდ უნდა ჩაერთოს მთლიანად რა, ამ ყველაფერში, ამ მთლიან პროცესში უნდა ჩაერთოს მუნდიალი, მსოფლიო ჩემპიონატი მაგითი არის განსაკუთრებული, რომ აბსოლუტურად ძალიან კარგი რაღაცას აკეთებს, მაგალითად FIFA ახლა. არ არის მარტო ფეხბურთი შემოფარგლული და იქ გაჩვენებს ქალაქი, თქვა საქალაქებში ტარდება ჩემპიონატები, თამაშები. იმ ქალაქზე გიყვება, იმ ქალაქის თქვა რაღაც პულსზე გიდევს ხელი და გრძნობ, რომ რა ქალაქი. ვებგვერდზე თუ ვებგვერდზე არა, ვებგვერდზე აქვს ეს ყველაფერი. გარდა ამისა არის უამრავი, წარმოიდგინე ხა მილიონობით ის ბრაზილიის ისედაც არ აკლია ტურისტი, მაგრამ კიდე უფრო დაემა და ჩავიდნენ ბლოგერები, რომლებიც თვითონ იმაშობიან ბლოგს აწარმოებენ და გიყვებიან, არ ვიცი, რაღაც ჰოლანდიის ბუშემატკივარი, ასევე ბლოგერი არის რაღაც რომელ იმ ქალაქში, სადაც ითამაშებს. ამ ქალაქზე გიყვება იქ ვიღაც ადამიანებს გაცნობს, რომლებიც არ ვიცი, პელეს და გარინჩას მოსწრებიან, თამაშს მოსწრებიან და ის ტიპები გელაპარაკებიან ამ ფეხბურთზე. ამ ყველაფერში რომ ჩაერთო, მაინც რთული ან ბაში ფეხბურთი უნდა გიყვარდეს რა. ხო და ძალიან რთული არის იმის როგორ უნდა დააბა ეს ტიპები, რომლებსაც არ უყვარს ფეხბურთი, არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ჭკვიან ადამიანებს, ინტელექტუალებს ძალიან ბევრი რამის გემო, ყადრი, ფასი რო იციან ცხოვრებაში. იმათ უთქვამთ, ეხლა ყოველას ერთ კლასში კი არ ვათავსებ, რომ ასეთ ადამიანებს რამდენიმეს უთქვამს, რატო არ უყვართ ფეხბურთი. არ უყვართ, იმიტომ რომ ეს არის, ვთქვათ, ხანდახან დინამიური თამაში. დაძაბულობა ყოველთვის არ არის მინდორ, ნელი თამაშია, ნელი ტემპით მიმდინარეობს, იმიტომ რომ ტერიტორია თქვა დიდია და ну, აი უცაბედი აფეთქებებია და ისიც შეიძლება ისე გავიდეს ზოგიერთ თამაშში, არადანი აფეთქებაც არ იყოს, ხო? ეგეთ თამაშის ნიმუშად შენ მაშინ იქნებოდა 1 წლის მე მახსენდება, მაგალითად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების და ავსტრიის ნაკრებების თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. იქ ფრე აწყობდა ორივეს და ითამაშეს ფრე, და აი ეგეთი თამაში იყო რა, აგორა არაფერი იქ არ მომხდარა საერთოდ. ესე საბჭოთა კავშირის პოლონეთის თამაში იმავე ჩემპიონატზე. ანუ შეიძლება ეს იყოს ძალიან უინტერესო სპორტიც. და ხა რა თქმა უნდა ბანალური იქნება კითხვა თუ მას მოუძებნეთ პასუხს, რომ ინტერესს ქმნის ოსტატობა ფეხბურთელების. ხო, ოსტატობა. ხო, ალბათ კი რა თქმა უნდა ეგეც. მაგრამ მოდი ჩვენ შევხედოთ ესე. ფეხბურთის გარე ფაქტორები, მოედნის მიღმა არსებული ფაქტორები, თქვათ რის გაგებაში შეიძლება დაგეხმარონ მოედანზე, როცა უკვე თამაშს უყურებ. აი ხა შენ ახსენე იტალია, სადაც თქვათ ერთი კვირით ადრე შეიძლება მოთამაშის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იქ თანაგუნდელებთან ურთიერთობების შესახებ ყველაფერი იცოდნენ და აქედან მერე სრულად რაციონალური სქემები გამოყავდეთ ის რა განწყობაზე იქნება, რა კონდიციაში და როგორ შეძლებს თამაშს. მსგავსი რამ მე გამიგია იპოდრომის ტოტალიზატორის შესახებ. თბილისში არა, მაგრამ სხვაგან, რომ ეს არ არის ლატარია. ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ფსონის დადება, ეს არის სრულად რაციონალური გათვლა, როცა შენ ითვლი იმას, იქ ჟოკეი, ანუ ხედარმა რა ჭამა იმ დილას, თქო, თან ცხენი როგორ იყო მანამდე, რამე ტრავმა ხო არ ქონდა, ჟოკეი რამდენს იწონის, ცხენი რამდენს და ასე შემდეგ და აი ამის გათვლით მე დეფუკვებ ფსონს რა. ანუ ეს არის თამაში რაციონალიზმის დატანებით და არა მხოლოდ რაღაცა ალალბეძე შეგდება შენი იმისი იღბლის. ფეხბურთში როგორ არის? ფეხბურთში ძალიან ანუ ძალიან კი არა უფრო მეტად ლოგიკა ყოველთვის უფრო მეტად იმარჯვებს მოკლედ ლოგიკა და ლოგიკურად სრულდება ძირითადად თამაშები, მაგრამ ამითი არის კარგი თქვა, აი იგივე ცხენოსნობა თქვა ძაღლების დოღი. მან მართლა ყველაფერი არ გასულ, მან უფრო დიდი შანსია იმის გათვლის ვიდრე ფეხბურთში. აქ ძალიან ეს მართლა ერთმა შემთხვევაში ერთმა რაღაცა უბრალოდ ერთი წამით კონცენტრაციის დაკარგვა და შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გადაწყდეს. მე იმას მინდა დაუბრუნდე, რომ მოედან ანუ რასაც უყურებს მაყურებელი თამაშს, ხო? თუ დაჯდა თამაში საყურებლად, თქვა, აი მე ვარ ამხელად ვარ 32 წლის და ეხა დავიწყე ფეხბურთის ყურება. ან თქვა, ეხა რომ დავიწყე მე კალათბურთის ყურება. არ უყურებ ესე კალათბურთს. და რაღაცამ ხო უნდა მიმიყვანოს მე აქამდე. უბრალოდ ესე დავიჯდა გამორიცხული, თქვა შეიძლება შენ დამპატიჟო სადღაცა წამოდი რაღაც ლუდი დავლიოთ და უყუროთ ფეხბურთს. შეიძლება ამის გამო უყურო მე.
ამ დროს მე უნდა მყავდეს აუცილებლად ვიღაცა, რომელიც მე მეტყვის, ხო? ანუ იქ რა ხდება კონკრეტულ შემთხვევაში? რატო დაიდო ჯარიმა, რატო მოხდა, რაღაც ვიღაცა რატო გააძევეს, რატო ქონდა შენახტაცება. ფეხბურთი იოლი სპორტია. შეიძლება ითქვას, გასაგებად იოლია, იოლი წასაკითხი თამაშია. მსმენელს მაყურებელს ესმის რატომ ხდება მოედანზე. განსხვავებით რაგბისაგან, როდესაც შენ მიზანი იცი რა არის და რამდენიმე წესი, მაგრამ უიქიმდენ წესს ერთობლიობა, რომ უბრალოდ ვერ ხსნი ყველაფერს, ხშირ გაჩერებას თამაშის და ასე შემდეგ. სილამაზე რაშია? რა ქმნის მის სილამაზეს? ნუ ტექნიკა. რომელიც აი ჩემთვის მაგალითად არ არის ახლა ეს ტექნიკა. აქ თან უკვე ძალიან შეიცვალა ეს ფეხბურთი რა იქ. აი როგორ შეიცვალა? როცა თან ადრე აი თქვენ შეხედოთ 20 წლის წინამდელ ფეხბურთს. ეხლა ფიზიკურად ძალიან დატვის არის, რა ქვია, უფრო მეტი კონტაქტი არის, ფიზიკური კონტაქტი არის. ახალი მილიონის რაღაც მეთოდები გაჩნდა, რომლებიც ადამიანის ანუ ფიზიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის და კანონიერად დოპინგის გარშემო. ხო, არა, კანონიერად, ანუ უბრალოდ რაღაც მეთოდები შეიცვალა ვარჯიშის, თქვათ, რა რაღაც კუნთებს უფრო კარგად ანვითარებენ, რაღაც პრეპარატებიც არის, რომელიც აბსოლუტურად ლეგალური, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს. მაგალითად 20 წლის წინ თუ შეიძლებოდა მე მახსოვს მაგალითად 90-იან თავიდან და აი პაპენი რო თამაშობდა, გახსოვს ალბათ შენს რა, ხო, ანუ პაპენი იყო ერთ-ერთი რატომაც დავიწყე საფრანგეთის გულშემატკივრობა. ეხა პაპენისნაირი ფეხბურთელმა რო ირბინოს, ანუ ძალიან ისეთი იყო, ანუ რო ვთქვი, კლასი. ოქროსბურთი არ ქონდა რომელიღაც წელს? ოქროსბურთი აიღო რომელიღაც წელს. ხო, რაღაც წელს აიღო, ხო. ანუ აი კლასნი ფეხბურთელი იყო, ძალიან აი ერთ ადგილზე შეეძლო რაღაცების კეთება. ეხლა ამის კეთება, არ ვიცი, ძალიან რთულია, რომ ერთ ადგილზე დადგე და იქ სამი კაცი მოატყუო, გამორიცხვის ისიც რო არის, ეხლა ეს მესი ამ ხელა არის, რო შეხედავ, გონია რომ აბსოლუტურად ერთ ხელი რო შეიძლება სადღაც ბრაზილიაში წაიქცეს, მაგრამ ამ თუნდაც მესის ფიზიკური შესაძლებლობები აი წარმოუდგენლად ეს არის, აი არ ვიცი, რეების კეთება შეუძლია არის და ეს არის იდეალური ფეხბურთელი გამძლეობას თუ ძალას? ძალას, ხა რა თქმა უნდა, ძალას ეხლა უტყავენ ფეხებში და მაინც ფეხზე დგას, ეხლა თან ასისტრაფეზე მირბის აქედან იქიდან ეჯახებიან ვიღაც ვირები, მაგრამ მაინც დგას ფეხს. ანუ ესეც არის იმის დამსახურება, რომ ძალიან წინ მიდის ეს ფიზიოთერაპია, რაღაც ეს რა ქვია, ფიზმომზადების მწვრთნელები არიან უკვე რაღაც სასწაულიმეებს აღწევენ. შედეგებს. ხო. ხო და აი ეგ არის, რომ ადრე უფრო სანახაობრივი იყო ჩემი აზრით ფეხბურთი. მაგრამ ეხლა უფრო ბევრია, მოდი ესე ვთქვა. ჩვენთვის უფრო ბევრია, ხო? ჩვენ არ ვიყავით აქ საქართველოში მყოფ მოქალაქეებს გულისხმობ. ამდენი შესაძლებლობა გეყურებინა ფეხბურთისთვის არ ყოფილა და აი როგორ ფიქრობ, მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, გავიზარდე და შევეჩვე იმას, რომ რაც კარგია ის ცოტაა და შეიძლება იყოს პირიქითაც, ხო? ანუ კარგი და ბევრი რაღაცა არ გამოდის. და თუ ბევრია ის ცოტათი უფასურდება. აი ეს დუხჭირი ფსიქოლოგია იყო მაშინ. ეხლა ფეხბურთი არის ბევრი. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს სხვადასხვა არხებზე, სხვადასხვა არხზე უყუროთ სხვადასხვა ჩემპიონატის თამაშებს ან სხვადასხვა საერთაშორისო გათამაშებებს. როგორ ფიქრობ, ამან მოიტანა პოპულარობა ფეხბურთის თუ თქვათ მას პირიქით დაუკარგა ეს პოპულარობა აქცია რუტინად, ყოველდღიურ სანახაობად და ამდენად არც თუ მიმზიდველ რამედ. ანუ ჩემ გიტყვი როგორ რაღაც ჩემ ბავშვობაში მაგალითად მახსოვს, რომ მთელი დღე ვატარებდი ხოლმე სტადიონზე. ანუ სკოლას ვამთავრებდით, მივდიოდით სტადიონზე, სკოლის მერე, ვთქვათ, დასვენების დღეებში, მთელი დღე ვიყავით სტადიონზე, ნებისმიერ უბანში რო სადაც არ წასულიყავი, ყველგან თამაშობდნენ ფეხბურთს. სადაც კი სტადიონი იყო, გამორიცხული იყო, რომ იმ სტადიონზე რაღაც რო გაწყდა ეგ ტრადიცია და ხო და იცი მე არის, მაგრამ ესეთ მასიურად არ არის. ანუ მე არ ვამბობ იმას, რომ პოპულარული აღარ არის, მაგრამ აი იმას ბრაზილიელები ეძახიან მალანდროებს, აი ეს იპანემას პლაჟზე ფეხში შველები რო დარბიან და ფორტოხალს აგორებენ. ანუ ეგრე აღარ თამაშობენ ჩვენთან რა. ჩემი აზრით ადრე გაცილებით პოპულარული იყო. ამას ხელს უწყობდა ის, რომ მაშინ მართლა გუნდიც ყავდა ჩვენ და მოტივიც ჰქონდა, რომ გულშემატკივრა ფეხბურთისთვის. ძალაუნებურად ჩართული იყო, თქვა ჩემ ოჯახში თუ ვიღაცა ერთი უყურებდა ფეხბურთს, იმდენად ემოციური იყო იმისთვის ეს, რომ ძალაუნებურად ჩართული იყო დანარჩენი წევრებიც. ანუ მაგალითად ჩემთან ყველა ფეხბურთს უყურებდა, აბსოლუტურად ყველა.
ბებია ჩემი დედა, აი აბ მართლა ყველა ფეხბურთელს თან ყველას ახლა წარმოიდგინე დედა ჩემს თალკე თავის ფავორიტი გუნდი ყავდა, მამა ჩემს თალკე, ბაბუა ჩემს თალკე და ასე. და ესეთი რაღაც მე ხა ვეღარ ხედა, მაგრამ შეიძლება მაგანაც გააჩინა წმინდა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ნაკლებად მე ვთვლი რომ უფრო ნაკლებად ურმავდებიან ეხა ფეხბურთს. ჩაღმოვა აი მაგალითად ზედაპირზე რაც ტივტივებს მარტო თამაშის პროცესს გულისხმობ თუ თამაშის პროცესს არა თამაშის პროცესში შევიდნენ ამისთვის ზუსტად ის არის საჭირო რომ ანუ ხმავდებიან ანუ ჩაღმავებას გულისხმობ იმას რომ შევიდნენ თამაშის პროცესში და გავიდნენ მოედნის მიღმაც. ეს არ არის ხა აქ არის უკვე ვატყობ რომ არის რამდენიმე ინდივიდზე აწყობილი აქვს მთელი ეს ცოდნა საფეხბურთო მაგალითად მესი და იმის იქით არავინ არ არის იქ ვიღაც კიდე რონალდო და იმის იქით არავინ არ არის და თუ იმაზე თუ არ ელაპარაკები ფეხბურთზე აბსოლუტურად წყდება კონტაქტი თქვენ შორის ან რაღაც კედელი აღიმართება და ვეღარ ლაპარაკობ ფეხბურთზე. კარგი ეს აქ და შენ თუ იცი როგორ არის სხვაგან მე ნახდათ არ ვიცი. მაგალითად სამხრეთ ამერიკაში რო კითხო ვიღაცამ თქვა არ ვიცი 80 წლის კაცმა რომ დაიწყოს 80 წლის კაცთან მივიდეს ერთი 10 წლის ბიჭი და დაიწყოს ფეხბურთზე ლაპარაკი თემა ვთქვათ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს ეს არ იწყებს თანამედროვე ფეხბურთელით ეს 10 წლის ბიჭი გეუბნება 70 წლის წინ რომ ვიღაც ფეხბურთელი იყო სიტყვას დი სტეფანოზე დაგიწყებს ლაპარაკს და ისეთი იმითი გიყვება ამას იმ ემოციით და იცის ეს ყველაფერი რომ მართლა შეიძლება ყბაჩა მოგივარდეს საიდან მოაქვს ეს ყველაფერი რა ნანახი არა ანუ ესე არ უნახავს ტრადიცია ხო ან ექსონა ხო აქაც არის ქართული ფეხბურთის მიმართ თბილისის დინამოს მიმართ ექსონა მეხსიერება რაღაცა გოლები ის თქვა ეს არის აქაც ლიტერატურაშიც არის ეს დაცული არა აი შეიძლება არის მაგრამ ტოტალურად ესე არის ხა მე დარწმუნებული ვარ რომ გავაჩეროთ 10-დან 5 კაცს არ დინამო ეწოდინება, ყიფიანი ეწოდინება, დარასელი ეწოდინება, მაგრამ ეგ ეს გოლი შეიძლება ვერ გაიხსენოს. ის ბავშვი მოგიყვება იქ, მართლა მელნიკოვი არის თუ გახსოვს. კომენტატორი არის, მოკლედ რუსი კომენტატორი არის. მაგას მოკლედ ზანის თაყვანისმცემელია სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის და იმას ჰქონდა ხოლმე ადრე ძალიან კაი ისინი აქვს. ჩანაწერები, რაღაც ჩანახატები ყვებოდა და იქ იყო აი ძალიან კარგად ახსნილი ეს ტრადიცია რომ როგორ გადმოდის თაობიდან თაობაზე არის აბსოლუტურად არ იკარგება ის რა ქვია ხო აი ცოდნა არ იკარგება არ წყდება არსად რა ბაბუა მამა გადასცემს შვილს მე ის თავის შვილს და ამ ბავშვს კიდე ეს თანამედროვეც ემატება მაგრამ იმას აბსოლუტურად არ კარგავს და იმას აფასებს ყველაზე მეტად შეიძლება ცოტა ის არის ძალიან კონსერვატიული მიდგომა აქვს მაგრამ საფეხბურთოს იმიტომაც არიან ყველაზე მოკლედ ყველაზე კარგი ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკელები მოდი ახლა ველაპარაკოთ მოტივებზე, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ამა თუ იმ უცხო ქვეყნის საგულშემატკივრად სოფლიო ჩემპიონატზე. ქართველები ეგრე ვართ, საქართველოს ნაკრები როდის მოხვდება სოფლიო ჩემპიონატზე? არ ვიცით, აქამდე ვერ მოხვდა ვერც ერთხელ და მე ვრჩებით მხოლოდ მაყურებლების და ამა თუ იმ გუნდის ამპლუაში. ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივარის. მაგალითად, არ მგონია საკამათო იყოს აზრი რომ ყველანი შევთანხმდებით რომ გაგვიხარდება რუსეთის ნაკრების დამარცხება, ხო? კარგი და გასაგებია რატომაც. მაგრამ აი შეერთებული შტატების ნაკრები რო თამაშობდეს, ძალიან მეჭება იმას ფანები გაუჩნდეს აქ. პლატ პოლიტიკა შეიძლება ყოველთვის შუაში არ იყოს რა. საინტერესოა რა ქმნის, რა აყალიბებს სიმპათიას ამა თუ იმ ნაკრებისადმი, იმიტომ რომ შეიმჩნევია ერთმანეთისაგან აი ძალიან განსხვავებული ადამიანები. უაღრხირებულებითი სისტემებით, რაღაც ეთნიკური შეხედულებებით, გნებავთ სოციალურადაც, შეიძლება გაერთიანდნენ ერთ თემად, ერთ კომიუნიტით, ასე ვთქვათ, რომელიმე ნაკრების სასარგებლოდ რა. და ასევე ერთმანეთთან სწორედ ამ ღირებულებებით, საერთო შეხედულებებით, სოციალურად და არ ვიცი თუ ნათესაურადაც დაკავშირებული ხალხი გაიყონ და წავიდნენ სხვადასხვა გუნდებში, ხო? და სულ მაინტერესებს აი რა ძალა აქვს, რა ფაქტორებს ამოქმედებს ფეხბურთი ისეც, რაც იწვევს აი ესეთ დაშორებებს და დაახლოებებს ძალიან განსხვავებულ და მსგავს ადამიანებს შორის. საბედნიეროდ მე ფეხბურთს ვისთანაც საუბრობ ხოლმე, მე ძალიან ის რაციონალური მიზეზები აქვს, რატო გულშემატკივრება რაციონალური იყოს.
ხო, ამათ არა, ხო, მეგეუბნებით საფეხბურთო თვალსაზრისით რაციონალური, ანუ მოწონთ, იმიტომ რომ თქვა, მოწონთ ამ კონკრეტული თქვათ, საფეხბურთო ნაკრების, მაგალითად ჰოლანდიის ეს ტოტალური ფეხბურთი და აქედან შეუყვარდათ ეს, მოეწონათ როგორ თქვათ, ეს გადადიოდნენ მთლიანად ეს გუნდი მოძრაობდა წინ და უკან აბსოლუტურად ყველა და არ იყო რაღაც დაცვას მიხედავს და მე წავალდი იქ შეტევას ვითამაშე. ეხლა რაც ხდება, მე აი ეს ფან-კლუბები და რაღაცები ხო იცი რაღაც. კი. გერმანიის ფან-კლუბი, იტალიის, საფრანგეთის რაღაცა ეს ცოტა ის მგონი შვეიცარისაც კი იყო. ხო, არა, არის კი რაღაცა ისიც იყო რა თქმა უნდა. განის თუ რაღაც ის იყო 4 წლის. მე მგონი წმინდა ეს მარკეტინგული ეს არის და უბრალოდ მე მგონი არცაც სხვაგან სხვა არცად არ არის ვაფშე არც ერთ ქვეყანაში რომ რაღაცა თამაში მიდის და უცბად მე რთავენ იმ ქვეყნის წარმომადგენელი არ არის ჩვენი ნაკრები არ თამაშობს იქ და უცბად ხედავთ რომ რაღაცა ტელევიზორში პანიკა არის ამდყდარი რომ აიმე რა მაგარია და რაღაცა და იმან მოიგონა. ხო, ცუდია ახლა ეგა? აი რა მოხდა? ძალიან ყალბია უბრალოდ ჩემთვის და ამიტომაც არის ჩემთვის ცუდი. მისინი შეიძლება ნახდათ გულშემატკივრობენ, არა? არა, ვიცი რომ არ გულშემატკივრობენ. ეხლა ვიღაცა 10-დან ერთი ასახიერებენ მხოლოდ ამას. ხო, ანუ მაგას მომავალ ძალიან იმაში არის უკვე ფეხბურთი, მთლიან ზოგადად ძალიან ის გახდა. აი ძალიან კაი, მოდი, მაშინ შენზე ილაპარაკე. მიდმული არის იმაზე. საფრანგეთს ერთგულებ დღემდე, ხო? როგორც გავიგე. აი რატო? 92-ში რო უყურე, უკვე რაღაცა ვიცოდი ფეხბურთის შესახებ და მომეწონა შვედეთში იყო შენ ევროპის ჩემპიონატი. თუ მაინც და მაინც ბევრი არ ახართ ფრანკოფილები. ხო, საქართველოში. ფეხბურთის განხარდა ახართ. ხო, მაგრამ აი ეგეც არის მაგალითად აი ესპანეთის თამაში ვისაც უყურებ მე მაგალითად ვიცი ჩემი კლასელი იყო ერთის უკან რომელიც 94 წელს გულშემატკივრობდა იმას რა ქვია ესპანეთს. ბოლოს გაუმართლა ხო? ბოლო 6 წელია უმართლა. ეს ჩემთვის უფრო მისაღები კი ესეთ ადამიანებს და მე უფრო შემიძლია ფეხბურთზე ლაპარაკი, იმიტომ რომ იმ გუნდში მოწონს რაღაც, ეს არ მოწონს, იმიტომ რომ ყველა რო ამბობს რომ ბრაზილია ძალიან მაგარია, ბრაზილია მართლა ძალიან მაგარია. მაგრამ ბრაზილიას ყავს ისეთი მიმდევრები, რომლებიც აი რო დაფერთხო, გამოჩნდება რომ ამათ აბსოლუტურად სხვა მიზეზები აქვს იმისთვის, რომ გულშემატკივრონ ამ ბრაზილიას. ანუ პროცესში არიან ჩართულები იცება. ანუ განზე არჩებიან რა. აი მაგალითად სოფლიო ჩემპიონატი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ ყველა ძალაუნებრივად ყველა ჩართულია და შენ რო განზე არ დარჩი ამისათვის შენც რაღაცა პოზიცია უნდა გქონდეს. ეს პოზიცია რო გქონდეს თუ არ იცი ფეხბურთი, ეჭიდები ყველაზე ისეთ რა ქვია არასაფეხბურთო ფაქტორებს თუ არასაფეხბურთო ფაქტორებს კი ყველაზე პოპულარული რაც არის ამ ფეხბურთში და ფეხბურთში არის ბრაზილია ყველაზე პოპულარული ბრენდი არის ამას ეჭიდები შენც რომ ანუ იცი პელე აბსოლუტურად ყველა მიცის პელე იციან რონალდო იციან ხო ანუ აი მაგას გულისხმობ. მოდი ახლა შევხედოთ ფეხბურთის ყურებას როგორც რიტუალურ აქტს, ხო? ყველაზე უცნაური ვითარება, რომელშიც შენ ფეხბურთისთვის გიყურებია, როგორი იყო? აი ეს ბევრ ხალხში რო უყურებ ხოლმე, უცნაური არა, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო ეგ არის. ხო, ანუ იმიტომ რომ აბსოლუტურად სოციალიზაცია ცუდია. ხო, ანუ კარგავ კონცენტრაციას და 1000 ადამიანი რაღაცას მეუბნება რომ აუ ნახე რა ქნა და იმან ანუ შემოდიან რაღაც დისკუსიაში და შენ ძალაუნებურად ხმა იმ ვერ მიაშტერდები ამას და ვერ უყურებ რა და ამას შედიხარ. გირჩევნია მარტო იჯდა როგორც ჭადრაკის დაფასთან და ისე უყურო. ხო, ანუ ფეხბურთის ძალიან ისე ჭარა. ხო, ანუ შენი რიტუალი რა არის მაინტერესებს? ჩემი რიტუალი არის მარტო უნდა ვიჯდე ტელევიზორს და აი ეს უნდა სიგარეტს უნდა ვეწევო და ლუდიც კი არა. არა, ხო, აი ეგეც ისა ლუდს სვავ და ძალაუნებურად გეკიდება ეს ალკოჰოლი და უკვე კარგავ იქ რაღაც ნიუანსებს. მაგალითად არ მახსოვს და ძალიან ეხლა მე ვუყურე, ძალიან მეწყინა 2004 წლის წინა მუნდიალის ფინალს. უყურე და ძალიან ცუდ გარემოში სადღაც აი უზარმაზარი ეკრანიდან რაღაც ის არ ჩანდა კარგად პროექცია მიდიოდა ეს რა ქვია რეალი 1000 კაცი იქსვავ და რაღაც ხო და ესეთ ადგილებში არ ვიცი ჩემთვის ძალიან რთულია ყურება და ვისაც მე მგონია რომ ვისაც ფეხბურთი უყვარს და ამ ფეხბურთიდან მაქსიმუმს ღებულობს იმისთვისაც არ უნდა იყოს ესეთი გარემო საინტერესო.
საინტერესოა რეფლექსია ფეხბურთის ყურების დროს. შეიძლება სულ არ უყურებდე ისეთ მატჩს, სადაც შენი გუნდი თამაშობს, უყურებდეს სხვას, ხო? აი რისთვის შეიძლება უყურო ამას? გარდა იმისა, რომ გაინტერესებს თქვა შედეგი როგორ დამთავრდება. და თქვა შედეგი შენი გუნდის შედეგებზე როგორ აისახება და ასე ამას თავი დავარქვა. არითმეტიკაში შევეშვათ, ხო? როცა ჯდები და იწყებ ყურებას, რა მოუდინები გაქვს და რას ეხსნები ფეხბურთის ყურების დროს? რა გემართება როცა უყურებ? რას უძალიანდები, რას უშვებ შენში, რას არ უშვებ? ძალიან პლასტებში უნდა ჩავიდე. ჩავიდე, დრო არის, პრობლემა. არა, მაგის გამო არა. აი მაგალითად ფილმს რო უყურებ, ხო? აი რას, აი არა ემოციურ ცხოვრებას მიფიქრია ხა მაგას, აი ხა მომიწია მაგასა დაფიქრება. გავფიქრე. ემოციის განსაცდელად ძალიან კარგია, როცა უყურებ იმ თამაშს, რომელსაც გულშემატკივრობ. და ისეთი რაღაც როცა ნეიტრალური ხარ, იმ თამაშს უყურებ, სადაც არც ერთ გულს არ ქომაგობ, მაგრამ ეს ყოველთვის აი რომელიღაც გუნდის მიმართ მაინც გაქო ყოველთვის, მაგრამ რომელიც არ ახდენს შენს აბსოლუტურად არანაირ ემოციურ გავლენას. ამ შემთხვევაში არის ღებულობ კიდევ უფრო მეტ ცოდნას. ჩემთვის ალბათ ეგ არის. არ მართლა ეხა პირველად დავფიქრდი, შეიძლება აღმოჩნდეს მე კიდე სხვა რაღაც. ხო უყურებ, არა? არა, უყურებ ხო მაგას. ჩემპიონატი თან არის ის დრო, როცა ადამიანები უყურებენ აი ზედიზედ რა თამაშებს და არ ვიცი მე ბევრს ვიცნობ ეგეც. განურჩევლად იმისა, იმ გუნდებს გულშემატკივრობენ თუ არა. და სულ მაინტერესებს აი რატო ხდება ეს. აი მე ვერ უყურებ მაგალითად ყველა თამაშს გამორიცხულია ყველა თამაში. არა ხო, ნუ და რაღაც გუნდები არის, რომელთა თამაშის ყურება არასდროს არ მომდომებია და არც მომინდება ალბათ, მაგრამ აი ეგ არის ალბათ რაც გეუბნები ღებულობ ცოდას და არის კიდე ის რომ ნებისმიერ გუნდში ერთი კარგი ფეხბურთელი მაინც თამაშობს. მსოფლიო ჩემპიონატს გულისხმობ და ელოდები იმ ფეხბურთელისგან რაღაცა ახალს თქვა, რაღაც ეფექტურ არის დარტყმას, მოძრაობას, ვინც სიამოვნებისთვის უყურებ? რა თქმა უნდა, ხო. მხოლოდ? ხო და არა, მხოლოდ არა, სიამოვნებისთვის და იმისთვის რომ რაღაც ნახო ახალი, რაც ანუ ცოდნაც მიიღო ცოტა. ცოდნა ეს არ არის რაღაც პირდაპირ მიზანმიმართულად რომ დავждე და ეხლა მე აქ რაღაც უნდა ვისწავლო, მწვრთნელი მე არ ვარ და ეს ცოდნა ეს პრაქტიკაში არასდროს არ დამჭირდება, მაგრამ აზარტია რა მოკლედ, ანუ ზიხარ და უყურებ, აი როგორც არ ვიცი, ფილმს ანუ ახალ სცენას მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი მაინც ყველას ერთი და იგივეა, რაღაც ახალს ელოდები მაინც. შენ ახსენე აზარტი, ცოტა ხნის წინ ჩვენ ვახსენეთ ტოტალიზატორი და მოდი ახლა დავუბრუნდეთ ერთ ძირძველ ქართულ მიმართებას ფეხბურთისადმი და რომ ეს შეთქმულების თეორიის ნაირსახეობას. ნუ ეს ხდება ტოტალიზატორისთვის. ტოტალიზატორზე თამაშობენ გუნდები. და ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ფსონი დაიდოს, არა მარტო შედეგზე. პირველად რომ გავიგე, სიმართლე გითხრათ, გავოგონდი რომ თქვა იქ რაღაცა აუტის ჩაწოდებაზე შეიძლება დაიდოს, მოთამაშის გამოცვლაზე დაიდოს და ასეთ პირდაპირ ვიტყვი სისულელეებზე, ხო? მე მესმის ძნელია დანამდვილებით იცოდე, ან არ იცოდე, ეს უფრო რწმენის საგანია, ხო? შენ გჯერა რომ აი ამ დონეზე ფეხბურთი შეიძლება ითამაშონ ტოტალიზატორებისთვის? არა, ახლა ამის რომ ჯეროდეს აღარც უყურებდი ალბათ, იმიტომ რომ ნუ ფაქტია რომ ვიცით ჩვენ ყოფილა უამრავი შემთხვევა როცა ტოტალიზატორი ერევა ფეხბურთში ძალიან უხეშად და ძალიან ცუდ გავლენას ახდენს, მაგრამ დიდ ფეხბურთშიც? ნუ დიდ ფეხბურთში ახლა იტალიის ჩემპიონატში როცა ერევა, ეს ნიშნავს უკვე რომ დიდ ფეხბურთშიც ერევა. მაგრამ მაინც მე რა ვიცი, ძალიან ოპტიმისტი ვარ და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ რომ არ უშვებ იმას რომ შეიძლება მუნდიალის დონის ტურნირებშიც ერეოდეს. შეიძლება, აი ძალიან რთულია მაგის განსაზღვრა ახლა, რომ შეიძლება მაგალითად ისეთი რაღაცები გაჩნდა მართლა ისეთ რაღაცებზე იდება ფსონები, თუნდაც აუტის ჩაწოდება, პირველი აუტის ჩაწოდება, თქვა რაღაც ვინ დაიწყებს თამაშს, რაღაც რომელ წუთზე განხორციელდება ცვლილება, ანუ ესეთი რაღაცები რომ გაჩნდა ძალიან ლოგიკურია იმაზე იფიქრო, ხო, რომ ანუ ეს ხდება იმისთვის, რომ რაღაც გუნდებს მაგალითად შეეძლოთ კაი, მაშინ შევხედოთ ფეხბურთს ფსონის დადებას იმაზე, რაც გარდაუვალია თამაშის დროს, ანუ მის შედეგზე, ხო? შენ დაგიდეოდეს მე გითამაშია?
მოდი მაშინ განასხვავე, ასე ვთქვათ, მუღამი, აი როცა დებ და ისე თამაშობ და როცა ეგ ინტერესი, ვთქვათ, ფულის მოგების ინტერესი არ გაქვს და ისე თამაშობ. არის განსხვავება? კი, განსხვავება არის. მე თამაშობდი ანუ აი ესე უბრალოდ ესე არასდროს არ მქონდა თუ მე დებდი მე გემოს როდის ატან თამაშის ხურებას როცა საერთოდ არ გიდოს როცა უინტერესო ხარ ამის ანუ ხო ნუ აბსოლუტურად იმიტომ რომ აი მაგას გეუბნები მე როცა დებდი თქვა რაღაც ფსონს რო ვაკეთებდი იმიტომ რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც აი გამოუვალი მდგომარეობა მქონდა თქვა გამომავდა და მე მჭირდებოდა რაღაც სიტყვაზე დავდევდი ფული გჭირდებოდა ხო მაგ შემთხვევაში საერთოდ ვერ უყურებდი ხოლმე თამაშს. იმას კი არა რომ უყურებდი და ვერ აღვიქვამდი და ნერვიულობდი და მართლა ვერ უყურებდი, იმიტომ რომ ნუ კიდევ და მიაგდებდი ხო. ხო, ანუ როგორც დამთავრდებოდა იქ საათნახევარი ჯდომას ნერვიულობას მერჩინა სიტყვაზე, მერე ბოლო საათნახევრის მერე გამეგო ეს რაღაც და ერთხელ გადამეტანა ეს ყველაფერი. გამართლებია? გამართლებია კიდეც, მაგრამ უფრო მეტად არ გამართლება. ეხლა შეეშვი მაგას? არა, ეხლა შევეშვი. ძალიან ცუდ გავლენას ახდენს როგორც ფეხბურთზე, თვითონ ინდივიდზეც, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. ეს ამ ტოტალიზატორებში არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ფეხბურთს აღარ უყურებენ. მაგრამ იციან, აი უდევთ ეს გაზეთი, სადაც წერია ავსტრიის მეორე ბუნდესლიგა, ანუ აი ჩემპიონატი, რომელსაც არასდროს არავინ არ უყურებს. მაგრამ ამან იცის რომ იქ იმასთან 5 ტურის წინ რაღაც წააგო იქ მოიგო რაღაცა და ამაზე ზდებს მე აქ კიდე რაღაც იმაზე ზდებს რომ თქო ეს პოპულარული ჩემპიონატებიდან რაღაც პრემიერ ლიგიდან ასე მაგრამ თამაშს საერთოდ არ უყურებენ უბრალოდ აქვს ერთადერთი მიზანი რომ რაღაცა ხო ნუ მოიგო ფული მაგრამ ეს იქიდან გამომდინარეც არის რომ უბრალოდ ძალიან სოციალური პრობლემები ჩნდება ხოლმე ტოტო ბუკამბას ბიჭები ეგეთი მოთხრობა იმისი აკამორჩელაძის სამი პერსონაჟი ყავს საიდანაც ერთი მოკეთ ტოტალიზატორში თამაშობენ და მათი ბედის მათი ოჯახის რღვევა და თვითონ მათი რღვევაც არის გადმოცემული ეხლა სხვა ჩვენს ბოლო რომანი დაწერა ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ნოი მაგაზე კემერა ქვია გუში მიყვებოდნენ ზუსტად რომელიც მაგაზე კაი, მაგრამ ეგ რასაც შენ ამბობ, შეიძლება შეიცავდეს პოზიტიურ ასპექტს, კერძოდ ადამიანს ეგ ანალიზის საზრუნოება, ანალიზის უნარს უვითარებდეს, ხო? შენ იღებ ინფორმაციას, აანალიზებ და მე ასკვნი ვინ რატო შეიძლება მოიგოს ან წააგოს და ამაზე დებ. ეს გარკვეული უნარების განვითარებისთვის შეიძლება ცუდი არ იყოს. კაი, მოდი მაგას შევეშვათ. ეხლა ერთი განათქვამი მინდა გავიხსენო, არა ქართველი ჟურნალისტის მატჩის კომენტატორი ეს არის ტიპი, რომელიც პროფესიულად გიშლის ხელს თამაშის ყურებაში. ეგრეა შენთვის? არა. რას კომენტატორი მიშლის? აი, რას მოითხოვ მატჩის კომენტატორისგან? რა უნდა ქნას, რა უნდა ილაპარაკოს? არ უნდა შემოწუხოს პირველ რიგში. არ უნდა შემოწუხოს, ეს კი გასაგებია, მაგრამ ის რაღაცას აკეთებს, ხო? ლაპარაკობს. ჩვენ არ ვიცით შენ რითი წუხდები. მაგრამ მისგან რას არის, რა მოთხოვნებს, რა სტანდარტებს უყენებ, ამას ვკითხულობ. არავინ არ შეწუხდა, ხო აი მაგალითად არიან ორი ტიპი არის, ვინც ერთი ითხოვს, რომელიც უბრალოდ არ მინდა არაფერს შენი იქ რაღაც წიაღსულების კეთება, უბრალოდ მიიღებს ფეხბურთელებს თქვი ვინ მიიღო ბურთი, გადასცა იმას, გააკეთა პასი, თქვა რაღაც ყიფიანმა მისცა გუცავებს, აი ეს მითხარი მარტო გვარები და ამისახლა არ მჭირდება იქ შენი რაღაც ისინი რომ ნუ ესე ჯობდა გაეკეთებინა ეს, ანუ ანალიზი არ უნდათ. მეორე კატეგორია, რომელსაც პირიქით მოწონს. მე მომწონს, როცა ცდილობენ ანალიზის გაკეთებას კომენტატორები. და ამას ვითხოვ პრინციპში მეც რა, იმიტომ მაინტერესებს ამის აზრი მაინტერესებს. მე თამაშს უყურებ, მე მაქვს ჩემი აზრი. ყველა შემთხვევაში მაქვს, ყველას აქვს ასურდას, რომ უყურებს რაღაც კონკრეტულ მომენტზე აქვს თავისი აზრი, იყო ჯარიმა თქვა, არ იყო ჯარიმა. მაგრამ მე მინდა ამ კომენტატორის აზრიც, რომ იქნებ მე ვწდები და ამან რაღაც კიდე ახალი მომცეს. მაგრამ ამის გაკეთება უნდა იცოდე და ამისთვის მარტო ფეხბურთის ცოდნა არ არის საჭირო. მარტო პასი არ უნდა იცოდე. ძალიან ხო ეს არის რა. აი რუსი კომენტატორები ძალიან მაგრები არიან, ეს არ არის რაღაც მითი უბრალოდ რომ ტოტალურად ყველა არა, მაგრამ აი ის ფუტბოლის კომენტატორები არიან მართლა ძალიან მაგრები.
როცა რუსეთის ნაკრებზე არ ლაპარაკობენ ხოლმე. სხვათა შორის არიან და აი იგივე ეს მელნიკოვი როცა რუსეთის ნაკრებზე ლაპარაკობს მაშინაც კი არა ხიზელმე ამას არ გულისხმობ გულისხმობს ხიზლად განშიშა ხოლმე ცოტა არიან ეგეთი მაგრამ არიან მაგრამ რუსეთის ნაკრების თამაშს არც უყურებ არასდროს და მით უმეტეს მაგათი ეს ანალიზი არ მჭირდება მაგრამ აი ამას გეუბნები რომ ძალიან კარგი იქნება თუ პირველი მოთხოვნა რაც ჩამოყალიბე ხო ის რომ უბრალოდ აგიწეროს მოედანზე რა ხდება ეგ მაინც ალბათ სათავეს იღებს რადიო რეპორტაჟებიდან როდესაც კომენტატორი უბრალოდ ვალდებული იყო სიტყვით მოეყოლა ამის რა ხდებოდა შენ ვერ ხედავ და იმან თავისი სიტყვით უნდა გაგიცოცხლოს ეს ნახაზი რაც მოედანზე ხდება და თუ მოისმენ მართლაც ჩვენი ძველი კომენტატორების ჩაანწერებს სწორედ ასეთია ხო პულტი გადააწოდა რომ ფლანგზეა სად მიიღო რა ქნა და ასე შემდეგ მაგრამ ეხლა ეს რაღაცა აზრს კარგავს იმიტომ შენ თვითონ უყურებ ეკრანის დიამეტრიც გაზრდილია ვთქვათ იქ ვიღაცა შეიძლება 3D გამოსახულება ქონდეს და საერთოდ განცდა იმისა რომ ეხლა ამზადო ლაპარაკობ მოდი ჯერ კითხავ შორიდან მოული დიდი ფეხბურთი გინახავს სტადიონზე ტელევიზორში არა როცა ორივე გუნდი დიდია რა ის რო ჩამოდის მაგარი გუნდი და საქართველოს ნაკრებს ეთამაშება ეს ერთია არა კარგი მაშინ ესე დავსვათ როგორ იკითხება თამაში ან როდის იკითხება უკეთ თამაში როცა შენ სტადიონზე ხარ თუ როცა ტელევიზორში უყურებ როცა სტადიონზე ვარ მე ჩემთვის უკეთესია უბრალოდ იქ ტელევიზორში გეძლება იმის საშუალება რომ მე ეს ყველაფერი რაღაც შენ თვითონ რასაც რა ანალიზსაც აკეთებ იმ მომენტში მე ეს კიდე ანუ გამეორების საშუალებას იძლევა თორე ზოგადად აღქმა მთლიანი სტადიონის რა თქმა უნდა სტადიონზე იქ ვერ ხედავ აბსოლუტურად ტელევიზორში ხედავ რაღაც იმას რომელიც დაყვება ზუსტად ბურთის რაღაც რადიუსი არის და იმას ვერ ხედავ როგორ მოძრაობენ სხვა ფეხბურთელები და ვარ ეს რა გინდა თქვა რომ თამაშს რო უყურებ ეს არ არის შენთვის ნარაცია ეს არ არის მხოლოდ თხრობა და ეს არის რაღაცა ტექსტი რომელსაც პარალელურად აანალიზებ კიდე ეს მარტო კი არ გიტაცებს მარტო კი არ უსმენ და უყურებ არამედ ტვინავ როგორც სიტყვიან ხო ანუ ეს ძალაუნებურად ხდება მაგისტვის არ გჯდები რომ უცბად რაღაცა და იქ ანალიზი გააკეთო ანუ ეს ხდება პროცესშივე რა შეიძლება აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებლად შენ ყველა შემთხვევაში გიჩნდება შენი აზრი ხო რაღაცა მოხდა იქ არ ვიცი ვიღაცა დანიშნეს 11 მეტრიანი იმ წუთში გამორიცხული შენ არ ქონდა შენი აზრი ეს იყო თუ არ იყო ანუ ეს გახდება ეს ძალაუნებურად ამ იმისთვის რომ მივალ და მე ხამ თამაშს წავიკითხავ და მე ამას ყველაფერს იმას გადავხარშავ და ახაცა იმას მივიღებ ხო არ ამგონია ხა ეგეთი მე არას მე ყოველ შემთხვევაში არასდროს მიუღებლად და აი რა არ გინდა რომ კომენტატორისგან გაიგონო რა არ გჭირდება მისგან სიდებილე არ მინდა ანუ აი მაგ ძალიან მაგის იმაში სხერპლიო როგორ ვლინდება ხოლმე ეს როგორ ვლინდება ეს უცოდინრობით ძალიან რთულია ეხლა რის უცოდინრობით იმიტომ რომ შეიძლება მაგათაც სტატისტიკა ისტორია უშუალოდ თამაშის წინა ისტორია ძალიან კარგად იცოდნენ ხო და ეგ არ მჭირდება მე ხა რაღაც ეს ისტორია უცოდინრობა იმაში გამოიხატება რომ ანუ ამ ადამიანს როცა გამოხატავს აზრს რომ გეუბნება სიტყვაზე არ იცის მაგალითად როცა იყო თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ჯარიმა როცა არის ძალიან ათელი მაგალითები იმის რომ გამოექანება ფეხში ჩაგარტყავს აი ეს განზრახ ეს არის ჯარიმა და იქ არ უნდა დაიწყო რომ აი ჩემი აზრით მანდ არ უნდა თქვა რომ არა აქვთ ქართულ კომენტატორებს არა აქვთ ვერ გამოხატავენ თავის პოზიციას მაინც იმაშვე გიტოვებენ შენ იმას აზროვნების საშუალებას რა შენი ანალიზის გაკეთების საშუალებას არ გეუბნებიან რომ ეს ჯარიმა იყო ამას არ გეუბნებიან ძალიან იშვიათად რა აი ეს ჩემი აზრით ეს ესე იყო რა აი სულ ეს აქვს ხოლმე რა და არის ძალიან ცუდი ეს მართლა საში მინდეროები მეშლება ხოლმე მინდა დავლეწო ის ტელევიზორი რა იმიტომ რომ რეალურად ხა ამაზე რომ მე უნდა ჭეს მე მგონი ჭიქა არ არის ჭიქა ხო აი ამას როცა ამობენ უკვე გიჩნდება იმაზე ფიქრობ რომ ამ ადამიანმა არ იცის ეს რეალურად ეს ჭიქა არ იცის რომ ეს ჭიქა არის და შეიძლება დოფიგონი სანდრო თუ გამხდარა ფეხბურთი შენთვის რაღაც შთაგონების წყარო როგორც იტყვიან თუ მოუწია იმპულსი საიმისოთ რომ
გააკეთებინა იმ საქმეს შეერწევა შენტრიალებ, რაც რაიმე შეგექმნა თქვა ტექსტი ან რაღაც. კონკრეტულად ფეხბურთზე არა, აი წერდი, წერ ხომ ეს დიდ ტურნირების დროს ბლოგებს წერილებს. ჯერ არ ვიცი. არ ვიცი, ხვალ იწყება. ხო, და ეს არის რა ქვია. უბრალოდ აი რაღაც ტექსტებში მაქვს გამოყენებული რაღაც აი თემად უცბად რომ შემოდის ხოლმე ეს რაღაც ძალიან ის ყურადღებით მნიშვნელობა რო ნიჭებოდეს ესეთი არაფერი. ამ ქვეყნისთვის რა არის ფეხბურთი? და ჩვენ როცა ვიწყებთ ფეხბურთზე ლაპარაკს, მე ძალიან სქემატური და პრიმიტიული ვიქნები ახლა და ვიტყვი. ერთი მივდივართ ნოსტალგიას მივყვებით და მეორე ეს არის რაღაცა ზედაპირული წერტილოვანი აღფრთოვანებები, ცალკეული კლუბები თან გუნდებით. ეს ვამბობ თვალთახედვას ადამიანის, ვინც არ უყურებს ამ პროცესს დაკვირვებით ხშირად და ვისაც ეს პროცესი უბრალოდ თვალში ხვდება, ხო? ძირითადად ასე ცოცხლდება ფეხბურთი. ჩვენი ანუ ქართული ფეხბურთი ეს არის უფრო ნოსტალგიური, დღევანდელ ფეხბურთზე მინდა რომ შენ მოგანდო განსჭა, დღევანდელ ქართულზე. ანუ სოციალურად რა მოვლენა არის ეს როგორი კლასია, ამაზე შეიძლება შევთანხმდეთ. და საერთაშორისო ფეხბურთი ეს რა რიგის მოვლენა შეიძლება იყოს? ჩვენთან აბსოლუტურად არანაირი სოციალური მოვლენა არ არის ეს ფეხბურთი, ანუ არანაირი მოვლენა ერთადერთი არის ნაკრების თამაშები, როცა გვაქვს აი ეს დაფეთქებები, რაღაცა ორ წელიწადში შეიძლება ორჯერ რაღაცა და აი ხრამაგარი რაღაც მოხდა, მაგრამ იმიტომ არ არის რომ მოგეთ ხორვატიას. ხო, და ანუ ეს იყო ჩვენ მართლაზე იმი იყო, იმიტომ რომ ძალიან ღარიბები ვართ ამ ხრივ, აი ძალიან გვაკლია ეს და თან ძალიან მნიშვნელოვანია მე რომ ესპანეთთან თამაში თუ გახსოვს თუ იყავი ეს იყო ძალიან აი სამაგალითო გულშემატკივრობა იყო მართლა რომ დამთავრდა თამაში უბრალოდ ერთმანეთს უყურებთ რეები გვიხარო და რომ თელი თამაში ხო ამათ ქონდათ ბურთი როგორც კი ბურთს მოვიგერიებთ ერთი შეხებით და აი ჩვენ თელი სტადიონი რომ ოვაციებით ხვდებოდა ამას ანუ წარმოიდგინე როგორ გვაკლია ესეთან ამ ემოციისგან ხო იცლები იქ ეს რაღაც კუთხით თერაპიაც არის ანუ ამ ყველაფერს ხარჯავ იქ იგინებ ძალიან მაგარი გინებაც მნიშვნელოვანია რა იქ უბრალოდ არ უნდა გადაიზარდოს და უკრეფავში და თავი არ უნდა გაუტეხო არავის მაგრამ ეს ფეხბურთის ეს არის რა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ეს გინება იქ სტადიონზე გადავარდ გადახტომა და მე იქ კიდე რა სტადიონს მიღმა გულშემატკივრებს შორის ცოტა ჩხუბით ან მართლა არის მე კი არ იმაში ვახალისებ ხა მე წახალისება კი არ მინდა მაგრამ მართლა არის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთის ბუნებრივი თუ რიტუალური არა ბუნებრივი არავითარი რიტუალური იქ ვიღაცები 90% იცლება კი ამ ემოციებს მაგრამ ვიღაცას კიდე რჩება და ის 10% კიდე ძალიან ბევრი არის რაღაცა ნაწილი არის რომელსაც კიდე უნდა ამის ამოღება იქიდანაც ხვდება და ეს თანხმედრი ემოციები ასკდება ერთმანეთს და ვიღაცა შეიძლება თავიც გაუუტყდეს ხო ხო მე აქ არავითარი ან ჩვენთან ფეხბურთი არ არის მოვლენა არის ნოსტალგია და ინერციით მოყვება და ძალიან ცუდია ის რომ აი სადამდე მიყვება ეს ინერცია ნელ-ნელა რო ფაქტია რომ აბსოლუტური რეგრესი მიდის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ანუ დამოუკიდებელი საქართველოს რაც არსებობს ფეხბურთი მიდის რეგრესისკენ აი აბსოლუტურად არანაირი წინსვლა არ აქვს ნუ საკლუბო დონეზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის ანუ შიდა ჩვენი შიდა ჩემპიონატი არის არ ვიცი აი მაგალითად შენ წერ პროზაულ ტექსტებს ხო როცა წაიკითხავ კარგ მწერალს კარგ ტექსტს გინდა ქართველისას გინდა ნუ სხვა ენაზე დაწერილს და თარგმნილს მნიშვნელობა არ აქვს მე რატოღაც გონია რომ გარდა იმისა რომ შეიძლება მოგეწონოს და აღფრთოვანდე მოგინდეს რომ ნუ შენს გაუმჯობესო რა რაღაც შენს დაწერო ისე თუ არა მიუახლოვდე თქვა ოსტატური კლასიკა აი ეს ფეხბურთი რომელიც მისაწვდომია დღეს ყველასთვის საყურებლად მაინც მისაწვდომია მაღალი კლასის ფეხბურთი საქართველოში დღეს ეს არასრულებს მოტივატორის როლს ჩვენ ფეხბურთელებისთვის ან ფეხბურთელებისთვის თუ არა ბავშვებისთვის მაინც რომლებიც იწყებენ ფეხბურთის თამაშს კი, მაგრამ მე რაღაც მე როგორც დგან ხო და მაგას მე უცბად აღმოჩნდებიან რა შეიძლება ეს არის ძალიან აღფრთოვანებულები არიან იმითი და ენთუზიაზმით თამაშობენ ეს ბავშვები, მაგრამ მე უცბად მე ჩნდებიან იმ რეალობაში რაც გვაქვს.
სადაც ფეხბურთელი მარტო ვერ გაიზრდება. სადაც იმას ძალიან ბევრი პირობა უნდა შეუქმნა იმისთვის, რომ მისგან დაადგეს რეალურად კარგი ფეხბურთელი. მე არ ვამბობ, რომ მოტივი შეიძლება იყოს, მაგრამ პირობა მოტივი შეიძლება იყოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მოტივაცია თუ გაქვს აუცილებლად მიაღწევ ამას, მაგრამ უბრალოდ მე კარგ ამ ყველაფერთან ჭიდილი რო გიწევს, ამ ბრძოლაში მარცხდები ბოლოს და ჯანდაბას და ამბობ, რომ ჯანდაბას კაი წავალ მე რუსეთში და ვითამაშებ რაღაც რუსეთის მეორე დივიზიონის გუნდში და მექნება ხელფასი 50000. და მანდ უკვე მთავრდება ყველაფერი რა, ანუ შენ მუშაობ რა და აღარ არის ზრდის და აზარტის და შენ აღარ გაქვს იმის მოტივაცია, რომ შენ გახდე ფეხბურთელი. იქ უკვე სხვა რაღაცები შემოდის რა, სხვა კომპონენტები, რომლებიც ამ ყველაფერს ფარავს, ამ ფეხბურთის გენერალ ტოლვას და სურვილს, რომ დიდი ფეხბურთელი გახდე. იქ რაღაც მანქანას ყიდულობ. ერთი ქართული ფეხბურთელია საკმაოდ პოპულარული, რომელიც თამაშობს უკრაინაში და თქვა ესე უბრალოდ არ მართლა ვერ უიტყვი ამის გვარს რა, თქვა ეგეთი რაღაც. ხო ნამდვილია რა. ხო ნამდვილია. გადაღებული აქვს ჩემ მეგობარს და იმიტომაც ვერ უიტყვი, უნდა რომ ატვირთოს ეს ვიდეო. ეკითხებიან, ანუ რაღაც ჩემი მეგობარი არის სადღაც ბარში. ჩემი მეგობარი არ არის სპორტსმენი და აქვს აბსოლუტური უფლება რომ სხვას მოწიოს, არ ვიცი, რაც უნდა გააკეთოს და ხედავს ამ ფეხბურთელს. რომელსაც ხელში სიგარეტი უჭირავს, არის ნასვამი და ნასვამი კარგი მთვრალი და კიდე სხვაავს. და მე ვიდა და ეკითხე, ეს არც იცნობდა, რომ აი რატო აკეთებ ამას? აი ბოლო თამაშზე მოვედით შენთან, გაგივსეთ სტადიონი ბელორუსთან თამაში. გაგივსეთ სტადიონი, ყველა კომაგობდით, რაღაც შენ გვარს ყვირი ვართ, რაღაცა. რა ვქნა ქართველები ესეთი მართლა პასუხი არის ეს არის ვიდეო. ქართველები ესეთები ვართ. რა ვქნათ ქართველები ვართ. კარგი. ამას ესე დამოკიდებულება და ეს ჩნდება მართლა იმის, მაგრამ სამაგიეროდ არიან ფეხბურთელები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს შეიძლება ვერ ითამაშონ დიდი ფეხბურთი ვერასოდეს, მაგრამ აი ბოლომდე ჩაძირულები არიან ამაში და ერთი წამით არ გადაუხმოვენ გზიდან. ეს ბევრად უფრო დასაფასებელია ეს ფეხბურთელები, ვიდრე კარგი, რაც უნდა იყოს, ახლა მოდის აი ამ მაღლიანი ტონალობის და ტკივილების დაყუჩების ერთი თვე, ხვალ იწყება მსოფლიო ჩემპიონატი, რასაც ჩვენ ჭკვით ვეხმიანებოდით, მე ყოველთვის ჩემი ჭკვით ვეხმიანებოდი სანდროსთან ერთად ამ გადაცემაში. სანდრო ნავერიანი იყო ჩვენი სტუმარი, ამოების ბაზარი ამით სრულდება და მომავალ სამშაბათს შევხვდეთ ერთმანეთს. ნახვამდის.